Აიკების ხოთშოის ძალიან აქტუალურია თბილისის მერიაში ზუსტად გვაქვს ინფორმაცია რომ მაგალითად იუსტიციაშიც ხო? ამ შემთხვევაში კახაკალაძის რაღაც ძალიან ცენტრალიზებულია უნდა ალაიქებდნენ თბილისის მერიაში თანამშრომლები რომ მათ რაღაცა ხო სასურველ კანდიდატებად და თანამშრომლებად აღიქვამდნენ. რა იყო თქვენ შემთხვევაში ის ფაქტორები რის გამოც არასასურველი თანამშრომელი გახდით ხო? აი რამდენიმე მიდგომას აღწერდა ახლა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი. კი ბატონო, ჩვენ შემთხვევაში მე ჯერ მოქმედი თანამშრომელი ვარ, ვინც გაუშვეს აბსოლუტურად ყველა იყო ხელმომწერი აი ამ პროევროპული განცხადების. ამიტომ ანუ ზოგიერთი ადამიანი რომლებიც ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი მყისიერად გაუშვეს, იმიტომ რომ ეს მარტივი იყო რომ შეუწყდეს ხელშეკრულება, ხოლო ვინც შტატში ვართ, ველოდებით რეორგანიზაციას, რომელზეც სხვა შორის არ გვაწვდენ ინფორმაციას რა სამსახურმა დღეს პროდიუსერს უთხრა რომ სამთვიან ვადას ბოლომდე გამოიყენებენ თუ აქამდე კახიკალაძე ამბობდა რომ თებერვლის ბოლოს დასრულდება, როგორც ჩანს, ნუ მარტამდე მაინც შედეგებს ვერ გავიგებთ. კი, ანუ ამ შემთხვევაში მე მინდა მაყურებელსაც უთხრა, აი რა პირობებში გვიწევს მუშაობა ყოველდღურად მივდივართ სამსახურში, არ ვიცით როდის გაგვათავისუფლებენ, არ ვიცით ეს არის ბოლო თვე, ბოლო დღე ჩვენი მუშაობის. ძალიან მძიმე არის ეს, როდესაც ანუ რეალურად ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს უფლება ვიცოდეთ რა არის რეორგანიზაციის მიზანი, გავეცნოთ თანხმობრივ დოკუმენტაციას და ვიცოდეთ ჩვენი საშტატო ერთეული მოყვა თუ არა შემცირებაში და ასე შემდეგ. თუმცა არაერთი მიმართვის მე პირადად მიმართე ორჯერ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ მიმიღია. მე ყველგან სადაც მაქვს ამის შესაძლებლობა, ვცდილობ რომ იმ ადამიანების სახელით ვისაუბრო, ვინც ანუ ახლა მათი სახელითაც მინდა რომ ვისაუბრო, რომ ძალიან მძიმე არის აი ეს ემოციურად გადაიტანა, რომ ყოველდღურად მიდიხარ სამსახურში, არაპროდუქტიული ხდები მეტნაკლებად, ხო? ანუ ისინი კი ცდილობენ რომ მათი საქმიანობა იყოს ძალიან ეფექტიანი, მაგრამ ეს მოქმედებს მათზე და ასევე მინდა მიგაქცევინოთ ყურადღება, რომ ეს ადამიანები, რომლებზეც არის საუბარი, ხო, მერიაში ისინი მთელი ცხოვრება საჯარო სამსახურში მუშაობენ და ვერ გეტყვით რომ სოციალურად რაღაც რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, მათი მდგომარეობაც ამას მისდევს, ხო, ვერ გეტყვით რომ ძალიან მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან და ეს სამსახურის დაკარგვა მათთვის არის ერთადერთი შემოსავლის დაკარგვა, ხო, და ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა სოციალური პირობების ადამიანები არიან. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჰქონდათ მათ პირადი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის იქეთ, ეს იყო კარიერა და ეს დადეს სასწორზე იმ მიზნისთვის, რაც არის ამ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, ხო, ევროპული მომავალი და ამ ადამიანებს გაუჭირდებათ შემდგომში მაგალითად ანუ რთულად გადაინაცვლებენ კერძო სექტორში, იმიტომ რომ საჯარო სექტორს სხვა სპეციფიკა აქვს და ის ინსტიტუციური მეხსიერება ინგრევა ეხლა შეიძლება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, როდესაც ადამიანი 10 და 15 წლის განმავლობაში მუშაობს, ჩანაცვლებადი არ არის მარტივად, ხო? ამიტომ ანუ მათი ემოციური ფონიც რთული არის სოციალურიც და უბრალოდ მე აი რიტორიკულ კითხვას ვსვავ, როდესაც გაათავისუფლებენ ამ ადამიანებს, აი რა უნდა ქნან, სად წავიდნენ, ხო, იქ არიან ცოტა ასაკოვანი ადამიანებიც, რომლებმაც მთელი წლები შეალიეს საჯარო სამსახურში მუშაობას და იმ მიზნის შენებას, რაც ამ ქვეყნის ერთად ევროპისკენ სულ არის, ხო? აი რა უნდა ქნან, ქვეყნიდან წავიდნენ თუ კიდევ ზედმეტი სოციალურად დაუცველი ადამიანები უნდა. რა განწყობებს და შინაარსს ქმნის ახლა აი ამ დროისთვის, პირადად თქვენ როცა საჯაროდ ამ ყველაფერს გამოხატავთ, ხოლმე რომ სამსახურში მიხვალთ, რა გარემოდან და თუ არა ეს განწყობები თქვენ მიმართ რაიმე ნეგატიური, ასე ვთქვათ, არ ვიცი, დამოკიდებულება. ურამთან მე მოვისმინეთ ამთა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, ხო? კი, აი როგორ აღმოჩნდი იმ ადამიანთა შორის, ვინც ყოველდღე უკვე ელოდება გაშვებას იმის გამო, რომ რაღაც პოზიცია გამოხატე. რადგანაც ჩვენი ფორმატი ცოტა მეტ დროს მაძლევს სასაუბროთ, მაშინ ვიტყვი ამასაც, რომ არ მხოლოდ მხარდამჭერი 2012 წელს სტუდენტების აქციები, როდესაც იყო ერთ-ერთი ანუ წინა ხაზებში ვიყავი და დღე და ღამე ვიყავი ქუჩაში და ვაპროტესტებდი უსამართლობას. უბრალოდ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის, თუ უსამართლობა ოდესღაც გაწუხებდა, მაშინ უნდა გაწუხებდეს დღესაც, ხო? ამიტომ მე ანუ არ შემიძლია ხა გავჩერდე მაშინ ან მაშინ არ ვიყავი სწორი, ან ახლა არ ვარ, ხო, გულწრფელი. ამას გარდა ანუ მე ქართული კომისიის წევრიც ვიყავი და არჩევნებზე მართლა საარჩევნო ყუთს ვიყავი გადაფარებული და 20 წლის ანუ ნაცი არ ხართ. ნაცი არ ვარ ნამდვილად და 20 წლის გოგო ვიცავდი, იმიტომ რომ მაშინ ესე მჯეროდა რომ ეს იყო სწორი, ხო? შემდეგ ანუ ძალიან ხო არ ვიცი, ალბათ მაინც მონათლავენ ნაცად, იმიტომ რომ ყველა ვიცან განსხვავებული აზრის ადამიანი ამ ქვეყანაში სამწუხაროდ დღეს არის ნაცი, ხო?
ამიტომ ან ვერ ხვდები თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდე როგორ მოვხვდი ამ ყველაფერში რომ დღეს და ჩემთვის ამ ძიმი არის რომ ერთ-ერთი მხარდამჭერი ვიყავი და ის ძალა რომლის იმედიც მქონდა რომ რაღაცა სასიკეთოდ შეცვლი და ახლა მე იცი დამაინტერესებს ეს ტერორი რეალურად მუშაობს მაგალითად სამსახურში ხვალ რომ მიხვალ თქვენი თანამშრომლები აგარიდებენ თვალს თქვენთან კომუნიკაციას მორიდებიან შიში შიგნით არის ამის გამო ამ პროცესების გამო არის მაგალითად არის შემთხვევები როდესაც უბრალოდ არ გესალმებიან შიშის გამო დამოკიდებულება მეტწილად შეცვალა თუმცა მინდა გითხრათ რომ მერიაშიც და სხვა სამსახურებშიც მე იმედი მაქვს რომ არიან ღირსეული ადამიანები რომლებმაც ის ვერ გადაახეს რომ ღიაობა აირჩიონ მაგრამ ვინც ჩუმად არის მოკლედ ანუ არ ნიშნავს რომ ეთანხმება და მოსწონს რაც ხდება და მერიაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ხელმომწერებთა რაოდენობა 230-დან შემცირდა 160-მდე ჩამოვიდა ახლა ეს რას ნიშნავს ადამიანებს იბარებენ და ეუბნებიან რომ იმის სანაცვლოდ რომ სამსახური არ დაკარგონ უნდა გაიტანონ და გაიხმონ თავისი ხელმოწერა ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ დადასტურებული ხელმოწერა გაიწვიეს უკან გააწვევინეს შემცირდა ანუ პირდაპირი კორელაცია არის იმაში რომ შემცირდა ხელმოწერთა რაოდენობა